კარგი ჟურნალისტიც კარგი ფიზიკოსიც და კარგი დურგალიც. გეთანხმები სრულად. ჩემ სოფელში ჩემ მეგობრის დედას ველაპარაკებოდი რომ წუხდა რომ თავისუფლი კარგად ასწავლდა და ჩემი ძალიან ახლა მეგობარი და ვეუბნები რომ მეთქი 14 წელსა და მანქანას შლის და აწყობს. და რა მიყვეს იგი ისწავლოს ანუ მანქანის გაკეთება ისწავლოს რატოა მაგრამ აუცილებელია ეხლა ჩვენ თუ ამას დააძალებ რომ ისწავლოს მაგალითად ფიზიკა ბიოლოგია შეიძლება მანქანის იმაში ანუ კონცენტრაცია ვეღარ მოხდეს იყოს კარგი მანქანის გამკეთებელი ხელოსანი ცუდია რომ ყავდეს ქვეყანას ხო იქნებ როგორი გამომგონებელი იზრდება გამომგონებელს თავი დაანები რამდენია მანქანას რომ მიუყვან და დატოვენ ერთ კვირაში მოდი დაგახვედრებ ერთ თვეში არ დაგახვედრებენ და მერეც დაგახვედრებენ რომ ერთ კვირაში ისე მივხვიდე იმას და თავიდან გასაგებია არ მგონია ხარ ისეთ რაღაცას ვამბობდე რომ ამაში ბევრი ვერ დამთავრდა ვაუ, თავი ის რასაც მოკიდებ ხოლმე ის უნდა გააკეთო კარგად. იმასაც თუ არ გააკეთებ და ჟარფის კეთება არ გინდა და ხარცეძოძ გინდა წამოწო ფული ისე მოვიძე წარმატების ისე მოდის არ მოვა რა და ძალიან მაგარია როცა იმ საქმეს აკეთებ რომელიც გაბედნიერებს და როცა ესია მაშინ იმ საქმეს შედეგი შესაბამისია. აუ კი ძალიან მოყვა. ბევრჯერ მithქვამს რომ კიდე ვერ აღვიქვამ რომ ანუ როგორც სამსახური ეგრე ვერ აღვიქვამ რა. როგორც ის საქმე არჩევ რომელიც ცხოვრებისეულად მიყვარს რა. და ამით სიამოვნებას ვიღებ და საბედნიეროდ ანუ მაგ საქმეს მოაქვს შემოსავალი რომელსაც შემიძლია რომ ოჯახიც ვარჩინო დავგეგმო რაღაც ტრიფები მოგზაურობები და ასე შემდეგ